გამარჯობა, მე ნანა გორგოძე ვარ, თარჯიმანი ამერიკაში და მინდა გითხრათ ახლა 2-3 რაღაც ძალიან მარტივი წესი, რომელიც თარჯიმნებმა აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ. მაგალითად წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, თუ სასამართლოში მიმდინარეობს თარგმანი, ეს იქნება ძირითად შემთხვევაში თანმიმდევრული და ერთმანეთში დაიწყეს საუბარი ადვოკატმა და მისმა კლიენტმა, ქართველმა ამ შემთხვევაში, ქართულად. რადგანაც ყველაფერი იწერება სასამართლოში, არ შეიძლება რომ რაღაც ისეთი საუბარი მიმდინარეობდეს, რომელიც არ ჩაიწეროს ოქმში და არ იცოდეს მოსამართლემ რაზეა საუბარი და პროკურორმა. ამიტომ ვაკეთებთ აი ასეთ რაღაც ძალიან გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ქვია summary interpretation. ზოგადად summary ძალიან გავრცელებული სიტყვაა სასამართლოში, ხშირად აკეთებენ summary judgment არსებობს, summary probation და summary interpretation-იც არსებობს. უბრალოდ უნდა ვთქვათ მოკლე შინაარსი, რომ ჩავაყენო საქმის კურსში მოსამართლე რაზე საუბრობენ ქართულად ადვოკატი და მისი კლიენტი. კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა რომ წარმოიდგინოთ, თუ ვისაც უთარგმნით თქვენ, გეუბნებათ რომ ასე წინადადებას. აი უთხარი ახლა მას რომ არ მინდა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. აი ამას როგორ თარგმნით? არავითარ შემთხვევაში არ გეუბნებით რომ არ უნდა მას ამ შეკითხვაზე he does not want to answer this question. ამას არაფრით არ ვამბობთ. პირიქით ვამბობთ ზუსტად ისე, როგორც მან გვითხრა. Tell her that I don't want to answer her question. ზუსტად როგორც გვითხრა. და ერთ-ერთი კიდევ ასეთი გავრცელებული შემთხვევა არის, თუ ინგლისურადვე გიპასუხათ იმ ადამიანმა, ვისი თარჯიმანიც ხარ, ამბობს ხშირად არის რომ okay-ს ან yes ამბობენ. ამასაც მაინც თარგმნით და მაინც ვიმეორებთ ჩვენ ინგლისურად, ოღონ ვუმატებთ განმარტებას. Yes თუ თქვა იმან, ჩვენ ვიტყვით yes added in English. ანუ yes გითხრა ინგლისურად. კიდევ მოგაწოდებთ სხვა მოკლე რჩევებს სხვა ვიდეოებში.